საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსათვის მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატოს საქართველოს კომისიის ხდომაზე განაცხადა. ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ოქტომბერში საქართველომ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა. მან მოახერხა ჩაეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ამის შემდეგ კი ქვეყანაში რეფორმები და დემოკრატიული პროცესები უნდა გაგრძელდეს. ნატოს საქართველოს კომისიის ხდომას, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ესწრება. ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში რეფორმების გატარებას ხელი შეუწყონ და პატივისცენ კანონის უზენაესობას. რასმუსენის თქმით, საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი და მოტივირებული პარტნიორია და ალიანსი მასთან ახლო ურთიერთობების ერთგული რჩება. NATO for its part NATO მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან. ჩვენ მხარს უჭერთ და ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს ევროატლანტიკურ მომავალთან ერთად. ოქტომბერში საქართველომ ჩააბარა მნიშვნელოვანი გამოცდა. მან მოახერხა ჩაეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. შემდეგი წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი საქართველოსთვის მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.